ვაჟას მეორე კვარტალი და ვიტამინი C წარმოგიდგენ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში ჩვენს მანდილოსნებს მინდა მოვეფერო, გამოთქვა ჩემი აღტაცება, სიყვარული, მოწიწება და რა ვიცი, ყველანაირი თბილი გრძნობები, რაც კი მათ მიმართ გამოჩნია. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, აი რამდენიმე წუთის წინ შემოვთქვა უბანში. მოვდივარ მანქანით და ხო ვიწრო ქუჩებია რა, გასაგებია. და პატარა საცობი შეიქმნა გზაჯვარედინზე რა და ამ საცობის განსამუხტავად საჭირო არის აი წინ რომელი მანქანაც მომადგა ჩემ გზაზე, თავის გზაზე არა, ჩემთან გადმოვიდა საპირისპიროზე მომადგა, ის უნდა გადავიდეს თავის მხარეს ლამაზად და შემდეგ განიტვირთება ყველაფერი. ვანიშნე რომ აი ესე გადადიმეთქი, გადავიდა. ძალიან კარგი, დავიძარე და უკვე დაიძრა ეს ყველაფერი, გამოცოცხლდა მოძრაობა და რომ გამისწორდა ეს მანქანა ფანჯარასთან, ქალბატონი იჯდა საჭესთან და ისეთი ლამაზი სიტყვებით მომართა, რა ვიცი, აი ქათინაურებით შემამკო რა და ესეთი ლეგენდარული ფრაზა, მე რომ დამინახე, რატომ წამოხვედიო, პირველმა არ მითხრა, აი მე რამდენი ქალი არის, მე რომ დამინახე, ესე იგი თავისია რა ყველაფერი. ეს მოწინააღმდეგე მხარეს რო არის, საწინააღმდეგოზე რომ მიდის, ეგეც თავისია. სულ თავისია რა და მარტო თვითონ უნდა აიაროს და რატო უკან ერთი 20 მანქანა და რატო მაგან უნდა გაიაროს და ოღონდ ვერ გაივლის. ხო და ესე რა და მე რომ დამინახე რა და ესეთი რაღაც გული ამიფანცქავდა და მე რა თქმა უნდა ელეგანტურად და ესე რაინდულად მიმართე ხო ქალბატონო მარტო თქვენი არის მეთქი ყველაფერი რა თქმა უნდა ეს და ეთყობა აი რაღაცა გული გაულყვა რა და ისეთი სიტყვები ამოვიდა პირიდან სიტყვები რა აი ორგანოები ნუ ეთყობა რაც ენატრება რა აი ერთ ადგილას გამაგზავნა რა აი მონატრებული ადგილი აქ ეთყობა და იქ გამაგზავნა აი ესეთი ზდილობიანი და კარგი გოგონა იყო და თან რა არის იცი აი ეს პირველად არ იყო ეგეთი შემთხვევა ერთი 4-ჯერ 5-ჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა და ერთმანეთის ნათესავები არიან ეთყობა არ ვიცი ეხა ქალები გადამივლით ვიც კაცები უარეს აკეთებ ვიცი ამ შემთხვევაში ქალებზე მოვყევი რა ეხა რომ რაღაცას რო იტყვი რომ აი მესიმ რა მაგარი გოლი გაიტანა აბა რონალდოზე რატო არ ამბობ მესიზე ვამბობ ეხლა და მაცალე მესის საუბარი ყველაფერი კარგად იქნება